ომმა ბრაზილია რისკის რუკაზე გადაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც ერთი გასროლა არ ყოფილა. სამხედრო ესკალაციამ ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 70,000 ბრაზილიელი დატოვა. როგორც სენატს აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ 2026 წლის 18 მარტს ვინ არიან ეს ბრაზილიელები. ესენი არიან მუშები, სტუდენტები, მთელი ოჯახები, ნავთობის სექტორის პროფესიონალები, ვაჭრობის, ავიაციის, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გავლით იმყოფებოდნენ, როცა ომი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი ჯგუფები ლიბანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში იმყოფებიან. ეს აჩვენებს, როგორ გახდა კრიზისი ბრაზილიისთვის კონკრეტული პრობლემა და აღარ იყო მხოლოდ საერთაშორისო სიახლე. ეს მხოლოდ გეოპოლიტიკას არ ეხება. საუბარია ბრაზილიელებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ და ცდილობენ დატოვონ რეგიონი, რომელიც მაქსიმალური დაძაბულობის მდგომარეობაშია, რამაც ბრაზილიის ხელისუფლებისთვის რეალური მნიშვნელობა შეიძინა. 2026 წლის 28 თებერვალს მტრულობის გამწვავების შემდეგ იტამარატიმ გაამკაცრა გაფრთხილებები. თემების იდენტიფიცირება დაიწყო, გასცა გადაადგილების ინსტრუქციები და სცადა უსაფრთხო მარშრუტების გახსნა. მარტის 5-ზე სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იყო რეგიონში მყოფ ბრაზილიელებთან, რათა გაერკვია მათი ადგილმდებარეობა და განიახლებინა რეკომენდაციები. სადაა რისკის ზონები? ბრაზილიის მთავრობის საკონსულო გაფრთხილება მოუწოდებდა თავი შეეკავებინათ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, რომლებიც რეგიონულ არასტაბილურობას პირდაპირ ექვემდებარებიან. სია მოიცავს ირანს, ისრაელს, კატარს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, იორდანიას, ერაყს, ლიბანს, პალესტინას, სირიას და შემდგომ განახლებებში, რომლებიც ეროვნულ მედიაში გავრცელდა, საუდის არაბეთის სწორედ დაძაბულობის ამ სარტყელშია, სპარსეთის ყურესა და გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში, სადაც ბრაზილიელი თემებია კონცენტრირებული. მგზავრები აზიაში, ევროპასა და აფრიკაში გადამწყვეტ საჰაერო მარშრუტებს და გადაჯდომის პუნქტებს იხენებენ. როდესაც ომმა დაიწყო, ბრაზილია ერთდროულად ორ გზაზე აღმოჩნდა ჩათრეული. პირველი იყო ჰუმანიტარული. ათასობით ბრაზილიელი აღმოჩნდა გაუქმებების, მარშრუტების ნაწილობრივი დახურვის, დაუცველობისა და მგზნობიარე ზონებში გადაადგილების რისკის წინაშე. მეორე იყო დიპლომატიური და ლოგისტიკური. იტამარატიმ ფრენები ორგანიზება, ალტერნატივებზე მოლაპარაკება და საკონსულო დახმარების რეალურ დროში რეორგანიზება მოუწია. რატომ არის ეს სერიოზული? რადგან ბრაზილია ომის სამხედრო ცენტრში არ არის, მაგრამ მის ადამიანურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზემოქმედების არეში მოხვდა. როდესაც სტრატეგიული რეგიონი არეულობაში ვარდება, მხოლოდ არმიები არ მოძრაობენ. თვითმფრინავები ნორმალურად აღარ მუშაობენ, პორტებზე ზეწოლა იზრდება, დაზღვევა ძვირდება, სავაჭრო მარშრუტები იცვლება და მთავრობებს უწევთ იჩქარონ, რათა დაიცვან თავიანთი მოქალაქეები. კრიზისის დასაწყისში გზაში მყოფი 8,000 ბრაზილიელის მონაცემი ამას მკვეთრად აჩვენებს. მრავალი ადამიანი ამ მექანიზმში აღმოჩნდა. იქ არ ცხოვრობდა, მაგრამ იმ საჰაერო და საზღვაო ქსელზე იყო დამოკიდებული. ამ ამბის ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ ის ანგრევს იდეას, თითქოს შორეული ომების შორს რჩება. ისინი შორს არ დარჩნენ. კონფლიქტი ბრაზილიის კარზე დააკაკუნა საკონსულოებით, მგზავრების სიებით, ფრების სიებით, შეშფოთებული ოჯახებითა და საევაკუაციო ოპერაციებით. იტამარატიმ ბრაზილიელებს ოფიციალურად ურჩია არ ემოგზაურათ ამ ქვეყნებში და აძლევდა საგანგებო კონტაქტებსა და უსაფრთხოების ინსტრუქციებს. ვინც უკვე იქაა, მათთვის ეს აჩვენებს, რამდენად დიდ საფრთხეს ხედავს ბრაზილიის მთავრობა. არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეფექტი, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი დაზარალებულ ზონაში მყოფ 70,000 ბრაზილიელზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ომმა ბრაზილიას პირდაპირი პასუხისმგებლობა დააკისრა. ბრაზილიას უწევს მოქმედება არა მხოლოდ დიპლომატიური პოზიციით, არამედ ოპერაციული პასუხითაც. ეს არის განსხვავება კონფლიქტის კომენტირებასა და შედეგების მართვას შორის. და სწორედ ეს მოხდა ბოლო კვირებში. სათაური ხაზს უსვამს იმას, რომ ომმა ბრაზილია ბრძოლის ველში კი არა, შედეგების დარტყმის ზონაში მოაქცია.